და გამოვალინოთ ახლა გამარჯვებული. გამარჯობა. აი ჩამოვიდა. ჩაგირიცხა ხოლმე ანგარიშის ნომერი და #ფულხახვი თვეში და ერთ კვირაში, ორ კვირაში დედამიწა სულით. გათამაშება ესეთი არის. 15000 გამომწერზე ვათამაშებ 3 მოგესალმებით. მოკლედ ახლა ვარ ნებრასკაში. ახლა უნდა გავათამაშო PlayStation-ი და ვინც მოიგო ის ადამიანი ვერ ვნახეთ და კონტაქტი ვერ გამოვიდა და მოკლედ ახლიდან მიწევს გათამაშება და იმედი ამ გათამაშებით მაინც გავათამაშებ და გამოჩნდება ვინმე. ტრაილერზე ვათამაშებ და იმედია რომ გათამაშდება. ეხლა ჩავრთავ ლაივს და დავათამაშებ მალევე. ამაშიც ჩაითო. ო პანდა შენ თავი და ამანებები. პანდა შენ რომ მოიგო არ გაჩვენ. დავაკოპიროთ, გადავიდეთ. დავაფეისტოთ. ოძებნოთ. არასწორად გავაკეთე ხა რაღაც. ეგ არის. აქ ესე მოვნიშნოთ და მოვიღოთ კომენტარი. რა უნდა დავწეროთ თუ არ აქვს მნიშვნელობა. ლამიგრა დამიწერა. 521 კომენტარი არის და გამოვალინოთ ახლა გამარჯვებული. ფიქივინე. საქართველოში მოდის PS5 შენ კი წარმატებული კარგო ადამიანო. რომელი ხართ ეს ადამიანი? დამიწერეთ და ნამდვილად საქართველოში მოდის PlayStation 5. ამას დავდებ და იმედია მომწეს ერთ კვირაში და ერთ კვირაში თუ არ მომწერა ამან კიდე ახლა გადავათამაშებ, მაგრამ იმედია რომ არ გადავათამაშებ, იმიტომ რომ ესეთი კომენტარი რომ საქართველოში მოდისო და იმედია ხოძე იქნება რა. წავედი მოკლედ და წარმატებები ყველას. ჩაუჯდეთ ახლა ყველა გეთილებს. ახლიდან ფეიკი არისო? არ არის ფეიკი. ძალიან მინდოდა რომ 5000 გამომწერდე, მალე ავსულიყავი. მადლობა ყველას, ვინც გამომიწერეთ, ვინც ბალეში და გვერდში მიგეხართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის და ძალიან დიდ мотивაციას მაძლევთ და 5000 გამომწერზე რო ავიდოდი, უნდა გამეთამაშებინა PlayStation 5. ხო და გავათამაშე PlayStation 5. გავაგზავნე კიდევაც და მიუვიდა ადრესაც. პირველად გავათამაშე მოიგო დედაჩემა. მერე მეორედ გავათამაშე და ის ადამიანი არ გამოჩნდა და მესამედ გავათამაშე და მესამედ რო გავათამაშე ეგრევე გამოჩნდა და 303 დღეში ეგრევე გავუგზავნე ბათუმში ცხოვრობდა და ვიდეოც ჩამიგდო და ერთად უყუროთ ვიდეოს, მეც ჩავთავაკეთ. გამარჯობა. აი ჩამოვიდა, რაც PlayStation-ი თამაშდებოდა და რაც მე მოვიდე. ძალიან დიდი მადლობა თემოს ახს, დავხსნით თქვენთან ერთად. აი მეორე ჯოისტიკი მოყვა, რომელიც წესით არ მოყვება ხოლმე. მე გამიხარდა ეს ფაქტიც. ვაფშე კიდე გავათამაშეთ რაღაცებს როგორც ვიცი და მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ საერთოდ არ ვეღებდი რომ მოვიგებდი, იმიტომ რომ არც მახსოვდა აი კომენტარი რომ მეწერა და ნუ ამას აღარ ამოვიღებ. მადლობა კიდევ ერთხელ. ჯიგარი ხარ ძმაო, მადლობა ძალიან დიდი შენ. რაც თქვა რომ კიდე გაათამაშებსო, აუცილებლად გავათამაშებ და ამ ვიდეოს ან შუაში ან ბოლოში ვიტყვი რა, რო არ გადაახვიოთ რა. აი ბოლოში ვიტყვი, თუ გინდათ გადაახვიეთ და ბოლოში ნახეთ რას ვიტყვი. მომიწერა ამ ბიჭმა, მაგრამ გაუსწორდა, ღამე გიყურებდიო. დავაკომენტარიო, გადავედი და აღარც მახსოვდაო რომ დაკომენტარებული მქონდაო და მოკლედ მაგრად გაუსწორდა. ვიდეოს ბოლოში ვიტყვი კიდე რას გავათამაშებ. რამდენი გამომწერზე მაგებს გეტყვით კიდევ ახლიდან. ახალ გათამაშების. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიკომენტარებთ, მილაიქებთ, subscriber-ები ხართ, ძალიან მაგრად მაძლიერებთ. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც სულ კომენტარებს მიწერთ, ვინც კარგ კომენტარებს მიწერთ. ძალიან ყველას დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს იმ ადამიანებსაც კიდე ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიწევს, რომ აი ეს გვაინტერესებს, ის გვაინტერესებს, ეს გვაინტერესებს და რაღაცები აინტერესებთ და ზუსტად მაგას ვიღებ მეც. და თუ რამე არ მოგწონთ, მითხარით ხოლმე და შევცვლი, გავაკეთებ, რაზე მიწერენ, რომ რას ნუხმაროთ ხშირადო. არ ვიცი. ხმარობ რა. ეხაც იმედია გამოვასწორებ. მოკლედ სახელები გამოაჩინა თუ არ გამოაჩინა.
მოდი არ გამოაჩენს სახელებს. ვინ რას მიწერს? აქეთკენ ამოვატარო. ეს შუშა გასაწმენდი მაქვს, იმიტომ რომ თოლში ვიარეთ, ეხა გავშერდი. მოკლედ მიწერს მარიამი კომენტარს. ჩვენი ხარჯი $2200 ბინაო პლუს $400 კომუნალურები პლუს $300 ორი ნომერი ტელეფონის ნომერი პლუს 570 მანქანა პლუს 1200 ოჯახის დაზღვევა პლუს $120 მანქანის დაზღვევა პლუს $1100 პროდუქტები და სხვა საჭიროებები სახლისთვის $500 პლუს $500-ო და სასახლე საქართველოშიო. მინიმალური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, მაგრამ ჩვენ ოჯახი ვართ, პატარა ბავშვი და მხოლოდ მინიმალური მოთხოვნილებებით ხომ ვერ იცხოვრებ მუდმივადო. შორიდან მეც სხვანაირად ვხედავდიო. იდეაში მე არ ვხედავდი სხვანაირად. რაღაც მომენტში ვიცოდი რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა და რანაირად მოხდებოდა. იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ჩემის მაგასები ყველანი აქეთკენ არიან, ძალიან ბევრი არიან აქეთკენ და რომ მოდიოდი ვიცოდი რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა და რა მასეც არ ვიყავი რა. ნეტა არ ჩავერთო 26 წუთია ვტირი ვარ. ეს ვიდეო სავარაუდოდ ფასებზე არის. რო ჩავწერე რაში რა მეხარჯება, რამდენს გროსავ და რაღაცეები და მაგაზე მიწერს ბატონი შალვა ნეტა არ ჩამერთო ოდეს 26 წუთია ვტირი ვარო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა, რომ ბოლომდე მიყურეთ. 26 წუთი უკვე ბოლოსკენ არის მიწურულია და სამწუხაროდ ვისაც მანქანები ყავს გამოყვანილი და გვინდა რომ 1 წელწადში და 2 წელწადში სულ სხვა შედეგი დავდოთ და სხვანაირად გავაკეთოთ რაღაცეები, ყველა ხელფასის ჩარიცხვა და ჩვენს მაგრად გვეტირება. იმიტომ რომ სანამ მანქანის გადასახადს გადაიხდი, ძალიან ბევრი გასავალი გვაქვს და მანქანის გადასახადს დავალებს რომ მორჩები, ის ყველაფერი მე შენთან მოვა. ნუ ეხა ეგ ცალკე საკითხავია, მე საქართველოში ვიქნები თუ ამერიკაში ვიქნები მაგ დროს უკვე, მაგრამ მაინც. შემდეგი ჩაგირიცხავ ხოლმე ანგარიშის ნომერი დადეს, სხვათა შორის აპინდული მაქვს ანგარიშის ნომერი. ხოდა შეგიძლია აღარ არ მინდა ძმაო, შენი იყოს. მოდი ამ კომენტარს გამოვაჩენ. ჩამოდი შვილო, მიწერს ჩემი ძმა ფრიდონ იოსიაშვილი. ჩამოვალ. ვიღაცა მიწერს -10,000 გამოგივიდა შენ. ხვიჩა, ბატონი ხვიჩა გვიწერს. ვირებივით მუშაობ და თქვენ თბილად დადიხარ და დაზღვეულები ხართ. თავს მოაწოდეთ ხალხს. მე თავს არ ვაწოდებ და ძალიან მაგრად არ მინდოდა მაგ ვიდეოს ჩაწერა ფასებზე და ვიდეოს რო დავდი ყოველთვის იყო მაგაზე კომენტარი რომ ფასებზე დაგვიდევ რა ფასში დადიხარ, რა გრჩება, რა გაქვს შემოსავალი, რა გადასახადები გაქვს და მაგიტომ დავდე. თავს არ ვიცოდებთ. ნამდვილად უსაფრთხოდ არ ვართ. აი ნამდვილად საერთოდ არ ვართ უსაფრთხოდ, იმიტომ რომ არ ვიცით ხვალ კი არა და ზე კი არა და დღეს კი არა. აი 1 წუთში რა მოხდება და 2 წუთში რა მოხდება გზაზე, არავინ არ არის დაზღვეული რა და მე არავის შრომას არ ვამბობ რომ შენ ნაკლებს შრომობ და ვიღაც ნაკლებს შრომობს რაღაცა. მაგრამ არც არა ნაკლებს ტრაილერის ღოლების შრომობენ რა. ჩემ თავზე არ მოხს. მე შეიძლება რადგან საკუთარი მანქანა მყავს, ძალიან თავს არ ვიკლავ, მაგრამ ბიჭები იმენაი თავს იკლავენ, ღამეებს ათენებენ და 24 საათში ძინავთ 4 საათი და 5 საათი და სისტემატიურად 4 საათი და 5 საათი ძილი ძალიან ძნელია და აქედან ბიჭებს გინაცვლით მაგრები ხართ და მალე სურვილების ასრულება და საქართველოში დაბრუნება. წარმატებები შენ და შენ ნერვებსო მაგ კომენტარების ქვემოთ კიდე ეგ წერია განაცვალე ჯიგარი ხარ. ჩაგირიცხავ ხოლმე ანგარიშის ნომერი დადიო, აქაზე კომენტარია. ვებას თუ არ გაქვს მანქანაში, ანუ გამორთულზე ფეჩია რომ ცალკე რაღაც რა. ვებას თუ არ მაქვს ამ მანქანაში, იმიტომ რომ APU მაქვს, Carrier-ის APU მაქვს, რომელსაც ცალკე ძრავი აქვს და საწავზე მუშაობს. ხო და ეგ გამიფუჭდა სავარაუდოდ ფიუზიან რელე გამიფუჭდა და შემდეგ ვიდეოში მანქანაზე ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს გასაკეთებელი და ფანჯარა შესასვლელი
ეგ გასაკეთებელი ზეთი უნდა შეცვალო, დუგი უნდა დავაყენო, კლაპნები უნდა გავასწორო. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს გასაკეთებელი და რას გავაკეთებ, რა ფაში გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, სად გავაკეთებ, მაგ ყველაფერს დავწერ აუცილებლად და მაგაზე ვიდეოს აუცილებლად ჩავწერ. და APU-ს რაც შეეხება, მანქანა რომ ყავდეს დაგოქილი 8 საათი, ჭირდება $50 დღეში. დღეში რა ღამეში 8 საათი რომ ყავდეს დაგოქილი, მინიმუმ $50 მჭირდება რა. გასინჯული მაქვს 1-2-3 ჯერო საწვავს ჩავასხავ, მივალ გავჩერდები ეგრევე, რაღაცას 1 წუთიც არ მივდივარ იქამდე, გავჩერდები და დავიძინებ. და დილით რო გამიღვიძია $55, $60 მაგდენი უნდა და მე რაც მიყენია საშუალოდ ალბათ $10 საწვავი წაიღოს, ძალიან დიდ ეკონომიას აკეთებს ეგ და ეგ აუცილებლად უნდა გავაკეთო, რაც შეიძლება მალე. სხვა რამე ნახე ძმა ხახვის კუბო დაუდგიო, აუ ხوار მეხადაოები დაიცა. სხვა რამე ნახე ძმა ხახვის კუბო დაუდგი. ჯერ ისედაც არ მევასება და ეგ რომ გამყინო და გადავასხამდი დიზელს და დავწავდი წარმატებებიო. აი ხახვზე, აი რავი. წვადი ხო მაგრად მევასება. ზოგი იძახის რომ კაი წვასწაო. შეიძლება ეზარებათ ამ ემაწვევინებენ რომ ვაუ მაგრად წვაო, მაგრამ იდეაში მომწონს ჩემი შემწვარი წვადი მე ეს და იმათაც რა სახელზე ეტყობათ ხოლმე. ხო და ეხა გადავწყვიტე რომ წვადს რო შეწვა ხოლმე ხახვი აღარ დავაყარო და ზოგადად ხახვიანი საჭმელი რა შეჭამო და ზოგადად ფუ ხახვი რა. #ფუ ხახვი. ამის შემდეგ თუ რაღაცები მექნება TikTok-ზე გათამაშება რაღაცები, ფუ ხახვი. ხახვი მართლა ფუ. ეხა რა ხდება? საშიშ გზა ყინული და თოლზე მიწერენ. ძალიან რთული საქმეა ძმაო ყოჩაღო. ძალიან რთული არ არის და არც მარტივი არ არის. უბრალოდ ძალიან ბევრი ყურადღება გჭირდება და სულ ყურადღებით უნდა იყოს დაძაბული ხარ და ნაკლები გძინავს და მოკლეს რა. ხმელთაშიდობით გატაროს თავს გაუფრთხილი და ნელაიარე შეძლებ ბალეშიკობთ საქართველოდან. ითქვინ გინაცვალეთ საქართველოში ვინც ბალეშიკობთ და ამერიკაში და მაგრამ საქართველოში გინაცვალეთ. ჯიგრები ხართ. ეს დავაყენო. ეგარ. შემდეგი კომენტარი. ასწორებ შენი ვიდეოებიო. იშვიათია მანდ რაიმე ნორმალური ამოვიდეს უფრო ხაირად უფრო ხშირად თვით ღირებულებაზე დაბალი ფასის ნივთები ამოდის ხოლმეო. ხო, ანუ ეგ მისტერი ბოქსი რო გამოწერე, მაგარი უაზრობა იყო რა, აი ძალიან უაზრობა იყო და ეხა ერთი გოგო არის TikTok-ზე, ამერიკაში არის, ნიუ-ჯერსში და მაგან გადაიღო TikTok-ისთვის ეგ მისტერი ბოქსი და აი ისეთი მაგარი მისტერი ბოქსია, რომ $200, $300 ძალიან მაგარ რაღაცებს გავაძრობ და თან ისეთი ვიდეო უნდა გადავიღო. არც დაგასპოილერეთ, რომ მისტერი ბოქსზე რაც გადაღებულა ქართულ YouTube-ში, ანუ საქართველოში და ქართველებსაც გადაუღია, ეგეთი მისტერი ბოქსი და ეგეთი განყოფა არავის არ ექნება. და პირველად გადავიღებ მე მაგას. აუცილებლად გადავიღებ მისტერი ბოქსის განყოფას. ჰეი, გახსენი ახლა როგორ მიყვას unboxing-ი. რა კაცის ვიდეო გენაცვალე ძაო, ეს არ გინდა წარმატებების რაღაცები. ისე მარტივად საუბრობ, იქ მივდივარ, აქ მოვდივარ, გეგონება მარტყოფიდან დიდლილოში გადადიოდეო. ხო. ძალიან ბევრს დავდივართ. ეხა გეტყვით რამდენს დავდივართ. საშუალოდ კვირაში დავდივართ 5000 მილს და 5000 მილს რო დავდივართ სკრინსაც ჩავართავაკეთგენ საშუალოდ დავდივართ 5000 მილს კვირაში და ChatGPT-ს რო ვკითხე 25000 მილი გინდა რომ დედამიწა შემოვარო და საშუალოდ თვეში და ერთ კვირაში, ორ კვირაში დედამიწა სულით. ძალიან ბევრს დავდივართ და ძალიან მაგრად გაგვიტრუხდა.
ამერიკის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ჩასვლა. თავიდან მეგონა რომ ძალიან დიდი იყო ამერიკა და საბოლოო ჯამში ამერიკა კი არა მსოფლიოს პატარა არის. შემდეგი კომენტარები. მანქანაზე დამიწერეს ესენი წარმატებებიო. კაი სრულებს რაღაცას მეუნებიან ჯიგრები ხათ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგარს ძალიან ბევრს ნიშნავს რომ კომენტარებს რო გიწერენ, სულსაც და კარგად გამოხმაურებები აქვს ძალიან მაგრად ასწორებს და мотиваციის კომენტარების რო არის ეგენის მაგრად ასწორებს. ისე იცხოვრებდა ამერიკაში ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებულიაო. კი ამერიკაში ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული არის. გზები, კარუსელები, მაგარი მოწესრიგებული არის ამერიკა რა. ყველაფერი დალაგებულია მართლა და ყველაფერი საათივით მუშაობს. უბრალოდ შენ ამ საათში უნდა ჩაყვე და ამ საათთან ერთად უნდა იმუშაო და იმოზრაო, იმიტომ რომ თუ გაჩერდი ძალიან უკან მიდიხარ. 3-4 დღეს თუ ამოვარდი და არ მუშაობ, ძალიან უკან მიდიხარ და საქართველოში უფრო მეტი ბედნიერება გაქვს ვიდრე ამერიკაში ჩემი აზრით. კი, საქართველოში უფრო მეტი ბედნიერება გაქვს ვიდრე ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკაში იმდეს მუშაობ უბრალოდ რომ ბედნიერების და გართობის და მსგავსი რაღაცეების დრო არ გაქვს. შეიძლება იმიტომ რომ მომავალში გინდა რომ რაღაცები გააკეთო და რაღაცები შესწავლო. შეიძლება მაგიტომ. შეიძლება რა დიდი ალბათობით მაგიტო იქნება. და თუ არ გინდა რომ რაღაცები შესწავლო, აქაც ბედნიერი იქნები და გაერთო. თანამდებები მშვიდობიან გზაზე. შემდეგი კომენტარი ვნახოთ. როგორ უნდა PS5 წარმატებები შენ ძმაო, ძალიან დიდი ბოდიშმარა სხვა მოიგო. შემდეგი გათამაშებები იქნება. ამის შემდეგ რაც იქნება გათამაშება, მაგის შემდეგზეც იქნება, კიდე იქნება და კიდე იქნება. წარმატებები ცოტა უფრო მეტად ხანგრძლივი თუ იქნება ვიდეოები და TikTok-ის ვიდეოები სწრაფად კადრები და ეს კომენტარი ვიცი გვალია. წაიკითხე. ვიდეოს რა მონტაჟებდი ხოლმე. შენი ნახელაუი ესენი. საინტერესოს იღებ მომწონს კონტენტი, მაქაურობას როგორ იღებ და გამოგდის, ეშხიაკ საინტერესოს იღებ მომწონს კონტენტი, მაქაურობას როგორ იღებ და გამოდის, ეშხიაკ უეჭველი. დღეს უყურე პირველად და დავაფოლოვერდიო. დავფოლოვერდი. 3 საათია უკვე რასთან ვისვენებ და თან ვუყურებ. ძალიან კაი, ჩემი ვიდეოებით თუ ერთობით დრო გაყავთ, თან სასიამოვნოთ. ძალიან კაია და მაგრად მიხარია. ისე უვალებზე წამოვიდა ეხა. შემიწუხდა გულიო. გამარჯობა მეგობარო, მადლობა ისეთი კურწმელი განმარტებებისთვისო. ანუ ფასებზე რა შემოსავალი და გასავალი ტრაილერზე რაც მქონდა ფასებზე სადღაც 1-80%-მა ჩაოლებრივად მიიღო. ზოგს აინტერესებდა უბრალოდ მართლა რა ხდებოდა და დამიჯერა, იმიტომ რომ აი ჩემ ვიდეოში რაც ყოფ გადამიღია და დამიდია, არც არაფერი არ არის დადგმული და არც არაფერს არ ვიტყუები რა. არც ვიდეოში არც ზოგადად. ხო და დანარჩენი 20% ჩემი აზრით ისეთი ადამიანები არიან, რომ საერთოდ აზრზე არ არიან აქ რა ხდება და როგორ ხდება და რანაირად. მედია ჩემი ვიდეოდან მაინც რაღაცას გაიგებდნენ. ან შეიძლება არ უნდათ დაჯერება. არ ვიცი. მინუსებში გადავიდაო. მინუსებში არ გადასულა, მაგრამ ძალიან ბევრი ხარჯები გადის. ამ კომენტარის საკითხვა მინდოდა კიდე მაგრად რა. აუ შინაურებისთვის ჩაწერე ეს ვიდეო ფულზე რო არ დაგირეკონო. რაც ამერიკაში ვარ, საქართველოდან ჩემი ოჯახი იქნება, ნათესავები იქნებიან საქართველოში თუ ამერიკაში, არასდროს არავის ფული არ უთხოვია. გჯერათ? თუ არ გჯერათ რა ვქნა? მართლა რავის არაფერი არ უთხოვია და ეს ვიდეო იმიტომ ჩავწერე, რომ ხალხს აინტერესებდა. მართლა რავის არ უთხოვია ფული. დაჟე აქეთ მეხმარებიან. ეს მანქანას მაგით მაქვს ნაყიდი.
ამერიკაში მაგით ავიდგი ფეხი. რა გინდა ძმაო? ხევსდენით. წარმატებით და მშვიდობიანი გზა მშრომელო ადამიანო. გინაცოლი გულში. გონი სულ ეს იყო, ხო? ო, მეტი კომენტარები აღარ არის. მოკლედ ეს არის და ეს ძალიან დიდი მადლობა ესეთი კომენტარებისთვის. ძალიან ბევრი კომენტარებია, ანუ რაღაცა ერთაზროვანი კომენტარები იყო, ცუდი კომენტარები და ეგ კომენტარები არ ამოვიღე, ჩაგირისხავ ფულს და იტყვება და ეგეთი რაღაცეები და ნუ ეგეთი კომენტარები ბევრი აღარ ამოვიღე, ხა ერთი და იგივე იყო და აზრი არ ქონდა წაკითხოს. ხო და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ ჩემი ვიდეოები, ჩემი YouTube-ი გაქვთ გამოწერილი და მოკლედ შემდეგი გათამაშება ესეთი არის 15000 გამომწერზე too much მარა ავალ თუ ეჭველი ვიცი ძალიან მალე ავალ თან აი ძალიან მალე 15000 გამომწერზე ვათამაშებ სამ მარშალის ყურსასმენს თუ მარშალის ყურსასმენი არ გენდომებათ შემიძლია რომ ალტა იქნება, ზუმერი იქნება, i+ იქნება, თუ რაც იქნება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. არავინ არ მარეკლამებს საერთოდ. ხო და იმის ვაუჩერს გიყიდით, მარშალის ღირებულების რაც არის, იგივე ღირებულების ვაუჩერს გიყიდით. ოღონდ ფულს არ მოგცემთ. აი რაღაც მინდა რომ ჩემს გამოწერებს გქონდეთ ჩემგან სამახსოვროდ და დაამახსოვრდეთ რა, ფულზე მეტად რაღაც ნივთი უფრო დაამახსოვრდებათ. ხო და 15000 გამომწერზე ვათამაშებ 3 მარშალს, ან კიდე 3 ვაუჩერს. თქვენ რომელიც გენდომებათ, თქვენ რაც გინდათ და რაც გაგიხარდებათ, იმ ფაშში რაც ხრის მარშალის ყურსასმენები, თუ არ გენდომებათ მარშალის ყურსასმენები, არ არის პრობლემა. რაც გინდა იყიდეთ, უბრალოდ მუსიკა მაგრად მევასება და ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცა შემოაქვს მუსიკას, გამხიარულებაც შეუძლია, დასევდიანებაც შეუძლია და მუსიკა მაგრად დასწორებს და ზოგადად ყურსასმენები, დინამიკები და ეგეთ რაღაცები მაგრად მევასება. ხო და ესეთი რაღაც გადავწყვეტე რა. თქვენ რაც გინდა ის გაათამაშეთ, თქვენი YouTube-ი რო იქნება ძმაო, რა ვქნა, ეს უნდა გავათამაშო მე. და როგორ აურჩევ გამომწერებს, იგივენაირად რენდომად აურჩევ გამომწერებს, გამარჯვებულს და როგორ აურჩევ გამარჯვებულს, რენდომად აურჩევ გამარჯვებულს. ერთს აურჩევ ამ ვიდეოდან მეორეს აურჩევ ყველაზე დიდი კომენტარი და ბევრი კომენტარი რომელიც ვიდეოსაც ექნება და მესამეს ჩემი თავარჩევ გათამაშების დრო როცა მოვა ოკეი რენდომად ავარჩევ რაღაცებს მადლობა ძალიან დიდი გამოიწერეთ ჩემი არხი მაუწოდება ხოლმე რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ რაღაცები და მაინც ახლა YouTube-ია და უეჭველი უნდა თქვა ხოლმე. სხვა გზა არ არის. გამოწერები გჭირდება. ხო და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით, შემდეგი ვიდეო იქნება დიდი ალბათობით მანქანის გაკეთება, რაც გავაკეთებ, რა ფაში, როგორ რაღაცები და ვიცდები რომ ჩემით გავაკეთო და მაქსიმალურად ჩემით შევცვალო რაღაცები, რაც შესაძლებელი მექნება. ხო და შემდეგ ვიდეოს დაელოდეთ. ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვიპახავებ, ძალიან ზეთებში და ტაოტებში ამოვისვრები და ასწორეს მევასებ ეგეთ რაღაცები. მოკლედ წავოდი, წარმატებები ყველას. მადლობა ძალიან დიდი ყურებისთვის და ამ ვიდეოს ქვეშ დააკომენტარეთ, ერთი აქედან ამოირჩევა, ერთი ბევრი კომენტარი რომელიც ვიდეოსაც ექნება და ერთი კიდე რენდომად აურჩევ. 15000 გამომწერი. That's it. ეგ არის 15000 გამომწერი და всё. და რა ფონზე ვწერ? თუ გაინტერესეთ წითელი ფონის საიდანა გაქო, რა გაქო. საქართველოს. ეს მადლობა ძალიან დიდი ეს რო გამომიგზავნეთ საქართველოში. ანუ იდეაში სპონსორს არ გამოგზავნია, მე ვიყიდე, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცა არის, ნეონ გალერი არის. ხო, ნეონ გალერი არის და ძალიან ლამაზი არის და ძალიან მაგარი რაღაცა არის. ჩემი მეგობარი არის ევროპაში და იმას აქვს ზუსტად ესეთი. აი ზუსტად ანალოგიურად და ტრაილერზე მუშაობს ისეთი იუთუბერი არის.
აქ ამოვანათებ და გამოიწერეთ. ევროპაში მუშაობს ის ტრეილერზე, აქ ამოვანათებ და გამოიწერეთ. კაი ვიდეოები აქვს და კაი ვიდეოებს დებს ხოლმე და თუ დაგაინტერესებთ ისე იდეაში მაგასთან ერთად კოლაბორაცია, მუშაობის სტილი, მანქანები როგორ განსხვავდება ამერიკული და ევროპული, მაგ ვიდეოსაც ჩავწერ თორნიკესთან ერთად კოლაბორაციაში. ხო და ეს არის всё. მადლობა ძალიან დიდი. როგორც თომა იზავდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. და წარმატებები 15000 გამოწერი. 15000 გამოწერი მინდა მომიტანეთ 15000 გამოწერი. მომიტანეთ ორი გონი.